მოგესალმებით, დაბრუნდი ისევ Far Cry 1-ის ვიდეოთი. რაღაცები შეიცვალა სავით თითქოს ახლა თამაში, იმიტომ რომ გვერდზე რომ მივდივარ, ან წინ რომ მივდივარ, უცებ ჩერდება პერსონაჟი და მე ისევ აგრძელებს სიარულს. კი არ აგრძელებს, არ მიდის რა წინ. ხო და რა ვიცი, რაღაცები ცოტა უცნაური არის. კაი რაღაცები არ ხდება აქ. კიდე დარჩა ვიღაცა. არა, ყველა მოგდოსო. ეგ არის. ხო, კიდე რაღაცები უნდა მეთქვა, ესე იგი. ოიმე, ბიჭო. Yeah, I'm here. What is it? კომენტარს აღარ გავაკეთებ უკვე. იცით უკვე თუ მგონი, რასაც ვიტყვი და ასე აღარა. Doyle, what are you gonna do? Guy. Can't just leave her down there to die. კაი, მოიცადე, ისევ გადავავით ახლა ეს ჩვენ. არ მინდა და ეს ავიღოთ. აქედან მე მგონი ახლა კიდე იგივე ადგილზე გავალ, სადაც ახლა ვიყავი, ხო? ნუ აქეთ გავალ. დავიჯერო რაღაც ეს უნდა ჩავიცვა, ამათ უნდა გავხადო თუ რა ვიცი აქ როგორ უნდა გავიდიება, იმიტომ რომ ფაქტია რომ ვერ გავდივარ და კვდებოდა. შეიძლება რაღაც აქეთი იმალებოდეს. რაც უნდა გადავალტრიალო, რაღაც უნდა ვქნა ეგეთი. ან მოიცე პრინციპში. აგე. აქ ვიყავი? კაი, ნუ აქედან არაფერი არ ამიღია ხომ ისეთი, მოიცე და ერთ წამით კიდე აქეთ ვარ არის რომ შესასვლელი. აგერ არის ხო? ხო მართლა გუშინ კი გითხარით მე მგონი რაღაც მანქანის ვიდეოზე მანქანა უნდა გადამეყო ტესტ-დრაივის მსგავსად და გადავიღე და გამოვიდეს რაღაცა თითქმის 1 საათიანი ვიდეო და რა თქმა უნდა ვიღებდი ანას ნაჩუქარი კამერით და რა ვიცი აი არ მეგონა თუ 4K მაგხელა იქნებოდა 2K-სა და 4K შორის თუ ეგეთი განსხვავება იქნებოდა რა ანუ ყოველ შემთხვევაში ახლა მე ამ ვიდეოებს ვიღებ 2K-ში და თლად ეგეთი დიდი ვიდეოები არ გამოდის ანუ დაახლოებით რაღაცა 25 გიგაბაიტი, აი მაქსიმუმ შეიძლება 30 გიგაბაიტი გამოვიდეს ახლა ის ვიდეოები, რომელსაც ახლა მე ვიღებ. და მე რო დავაედიტებ, მე უფრო პატარავდება რა, ეგ ანუ მცირდება ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ მე მგონი რაღაც დისკეილინგი კეთდება რაღაც მსგავსი და ანუ დაედიტებული ვიდეო ჯამში გამოდის პატარა. თუმცა, რაც შეეხებოდა გუშინ გადაღებულ ვიდეოს, ექშენ კამერით რო გადავიღე ეგ ვიდეო, გამოვიდეს რაღაცა 30 გიგაბაიტი, რა ეგეც დაახლოებით, მაგრამ მე რა უკვე რო შევაგდე და შედითებლო და რო დავაედიტე. ერთ წამით. ვიდეო იყოს 250 გიგაბაიტი, ანუ გამოვშტერდი. კიდე კაი რო ეხა კომპიუტერის ისეთი მაქვს, ანუ ამ კომპიუტერში გადავიხადე 5000 ლარი და ანუ ძალიან ძლიერი ის ლეპტოპი არის რა, ესე რო ვთქვათ. ხო და ეს რო არ მქონოდა ეხა ესეთი ლეპტოპი მაგ ვიდეოს და ან დარენდერებას მარტო დაჭირდებოდა ალბათ 3 დღე. და ამ კომპიუტერით რაღაცა 1 საათს არა 50 წუთში თუ 40 წუთში დარენდერდა და აი ძალიან გამიხარდა რომ ეგრე მალე მოახერხე ეგ თორე რა ვიცი ეს რო ცუდი კომპიუტერი ყოფილიყო ხო წარმოგიდგენიათ აი 250 გიგაბაიტს რამდენ ხანში დააედიტებდა ის ჩვეულებრივი კომპიუტერი მე თან ახლა მაგდენი გიგაბაიტი რა თქმა უნდა არ მქონდა თავისუფალი და მომიწია რომ ერთი 3 თამაში წამეშალა Assassin-ი წავშალე, Killing Floor-ი წავშალე, Sekwo-ი წავშალე ვაი აუჩ ხო და საბოლოოდ ნუ ჩაეტია რა CD-ზე ყველაფერი და კიდე კაი რო ჩაეტია და კიდე კაი რო ეგრე გავაკეთე რა ანუ ხო ივსებოდა ნენელა ხო არ მოგონა თუ შემოვიდოდა ეს ანუ ნენელა ვიდეო როცა რენდერდება იმ ფაილს თვითონ ემატებოდა მეხსიერება მეტი და ანუ სანამ შეივსებოდა თან შლიდი თამაშებს რა მიყოლებით კიდე HP დამაკლა რაღაციდან თუ რისი ხმა იყო ხა ეგ. კაი, აქ მე მგონი ქვემოთ უკვე ვიყავი. მოდი აქეთ ავიდეთ აბა. და აქეთ გადავიდეთ. თუ ზემოთ უნდა დავიდე. აი, აქეთაც რაღაცა არის. კაი, მოდი. ჯერ აქეთ მხარეს შევამოწმოთ და მე აქეთ მხარეს.
ხო და ეხლა YouTube-ზე დაიდება მალე ეგ ვიდეო, ანუ ჩემს მეორე არხზე. ძიმე კაცი გვია მეორე არხს გაინტერესებთ კამაროს სრული მიმოხილვა რა, ანუ ვეცადე რომ ყველაფერი მელაპარაკა, ანუ ზედაპირულად მაგ ვიდეოში ფაქტიურად არაფერი არ განმიხილია, ну ყოველ შემთხვევაში ეხლა რაც გამახსენდა, ვეცადე რომ ყველაფერი კარგად და ხარისხანად გადამიღო. ხო და თუ ვინმეს დაგაინტერესებთ, ან თუ ვინმეს შეძენა გინდათ კამაროსი ან რაღაცა მსგავსი, შეგიძლია ნახოთ ეგ ვიდეო და იმედია რომ მოგეწონებათ და იმედია რომ დაალაიქებთ და ასე შემდეგ როგორც არის საჭირო ხვდებით. აი, აქედან თუ ამოსვლა შემეძლო, პრინციპში რა აზრი ქონდა რომ იქიდან ვიწვალე იმდენი. ხო და ნახავ ეხა როცა დაიდება YouTube-ზე თუ რაიმე აზრი აქვს საერთოდ რომ 4K-ში გავაკეთო ვიდეო და აი მაგდენი ხანი ვიწვალო და ველოდო იმას თუ როდის დაედიტება, მე თამაშები წავშალო კიდე, იმიტომ რომ ადგილი არ მაქვს, ასე შემდეგ თუ ჯობია რომ პირდაპირ აი საერთოდ 4K-ში გადავიღო ვიდეო და რაც არის ესე რომ თქვა. აი ხა მაგალითად უკან ვერ მიდიოდი და მეგონა რომ ვიღაცა უკან მომოდგა. იმედია რომ აქ თავისუფალი არის გაზები, თავისუფალია ძალიან კაი. და საღამოს კიდე რომ მოვედი სახლში, ალბათ იქნებოდა 1-2 საათი, როცა უკვე მოვში მაგ ვიდეოს დადეთებას, იმიტომ რომ გუშინ 3 ვიდეო დავდი, ანუ ფაქტიურად წასული ვიყავი ერთი იმისათვის, რომ ვიდეო გადამიღო ჩემი კამეროსთვის, ეგ განხილვის ვიდეო. აქედან მოდიან, ხო? მე კიდე მეორე მანქანაზე ან მომაჩენს მანქანაზე ზეთი უნდა გამომეცვალა, ეგ გავაკეთე, მე ეგ მანქანა გავრეცხა, მე ფილტრი გამოსვალე ჰაერის, მე კიდე დავამოტე საბურავებზე მაგ მანქანაზე, იმიტომ რომ დაკლებული ქონდა ძალიან და სხვათა შორის არ ვიცი ეგ რის ბრალი იყო, მაგრამ გამიგია რომ თუ საბურავი არის დაკლებული, ან ბენზინიც შედარებით უფრო მეტი აკლებაო რა და გონი მართლა ეგრე იყო. ანუ მართლა ბერს წავდა რა ესე რომ ვთქვათ. ზოგადად ეგ მანქანა მაგდეს არ წავდა, Subaru არის Forester-ი. მაგრამ ნუ ბერს წავდა ეს სიტყვით. აუ. აი არა ვშ. ხო და რა ვიცი, დავამატე ახლა გუშინ და ნახოთ თუ რაიმე შეიცვალა და თუ საერთოდ ან ქონდა რა აზრი იმას რომ დავამატე. მე ერთი ვიდეო დავაიდეთ ამ არხისთვის, Far Cry უკვე დავდე ეგ ვიდეო, მე დავაიდეთ მეორე არხისთვის ვიდეო, რომელიც სადაც ანუ უცხოურად ვიღებ ხოლმე ვიდეოებს და მე დავაიდეთ კიდე ბარემ ის ვიდეოც. ანუ ის მანქანის განხილვა რა. და რა ვიცი, ასე თუ ისე პროდუქტიული დღე იყო გუშინ. მაგრამ აი ძალიან დავიღალე რა, 1-2 საათი, 3 საათი მე მეძინა. გაგდებული ვიყავი დათვით. ხო კიდე გამოსველოდები მართლა როდის დადებენ ეგენი მაგ ვიდეოს პროსტა ვერ ხვდები. აი ფასიას რომ უნდა ეჩხუბა სახელები არ მახსოვს ახლა, მაგრამ ახლა ბოიკარო ჩუბობს კორტავასთან. ძალიან მაინტერესებს, ანუ ეგ თან კიდე ძალიან ბევრი იყო ესე რაღაც ლიქები და ასე შემდეგ რა ხვდები თქვენც, ანუ ბევრი ვიდეო დაიდო TikTok-ზე, მაგრამ არ მინდა ახლა მე TikTok-ზე რაღაც ნაწყვეტების ნახვა, მირჩენია რომ ბარემ თლიანი ჩხუბი ვნახო, მაგრამ არ დადეს ტიპებმა, აღარ დააღირსეს, მით უმეტეს ადრე უფრო მალმალედებდნენ ხოლმე მაგ ვიდეოებს და ეხლა დიდი ხანი არ დებენ და თან ვერ ხვდები რატო არ დებენ, ანუ რა აზრი აქვს, როცა უკვე ყველა მიცის ის თუ რა მოხდა. TikTok-ის ვიდეოებიდან, რა ვიცი, უმრავლესობას ნანახი აქვს უკვე ვინ მოიგო, როგორ მოიგო, რა მოხდა და ბარემ დადეთ და გვანახეთ ჩვენც. კაი, ესეც გაიღო და ეგარ. ორი კარი გვაქვს. მოდი ჯერ მარჯვენა მხარეს წავიდეთ, თუ ეს გაიღება რა თქმა უნდა. და კიდე ერთი საინტერესო რაღაცა მოხდა გუშინ ბარემ მაგას სიტყვით. მე მგონი ადრე მე ვერ ვატარებ ტყუილს რა თქმა უნდა, მაგრამ ამათ რომ ეს როლიც ახლა გაატარებენ. 2 სეგენი ვერ ატარებენ სოდაშორის, მაგით არ მეშვის. მე მგონი ადრეს ნათქვამი მაქვს სოდაშორის, მე რაღაც მომივიდა, რომ მეთქი ჭადი და პრასი ვიყიდე თქო, აი სამსახურიდან რომ შეშინებას რომ გამოვედი, იმიტომ რომ მშიოდა რა და მეთქი რაღაც განსხვავებულს შევჭამ თქო და მოკლედ ვიყიდე ჭადი და პრასი, წამოვედი, მე მანქანაში რომ მეჭამა და
ბოლო ლუკმა რო ჩავიდე პირში და რო დავიწყე დაღეჭვა, რაღაცას გრძნობ, რომ კვილი აღარ მაქვს. მეთქი ეს რა ხდება რა, კვილი არა მაქვს კაცო. მე ენა მივადე და თურმე პლომბია მოვარდნილა რა. ნუ აქ ველოდებოდი რომ მოვკვდებოდი ისედაც. ნუ მე მომიწია რომ წავსულიყავი დასაპლომბად, ძალიან ძვირი დამიჯდა სხვადასხვა მაგის დაპლომბა, რაღაც 150 ლარამდე თუ 160 ლარი დამიჯდა მარტო მაგის პლომბი. და ვიცი რომ შეიძლება ხა თქვენ თქვათ რომ ძალიან ძვირი არისო მართლა, მაგრამ ნახეთ საქმე ისაა რომ იაფი რო გადავიხადე, ყოველთვის გაფუჭდა. და მერჩევნა უბრალოდ რომ ბარემ გადამეხადა ძვირი და ყოფილიყო კარგი გაკეთებული ისე რომ არ გაფუჭდებოდა. ხო და გუშინ ეხა კიდე როგორც ვკითხავით ღამის 2 საათზე მეთქი ვიდეოს ვაედიტებდით და ძალიან მომშვიდა რა მაგ პერიოდში და მეთქი მოდი ბარემ ეხა რაღაცა შევჯამთქო და გადავწყვიტე რომ გამეთალა კიტრი, პური და ყველი. დავიწყე ჭამა და კიდე რაღაცა ვიგრძენი, აი მაგარი პირში რა, ანუ დაღეჭვის დროს. ხო და მეთქი ეს ეხა აუ ჩემი კარი მეთქი ეს ეხა უეჭველი რაღაცა კვილი არის კიდე თქო რაღაცა მსგავსი თქო და აი მოიცა გავალე ხამას თორე ეს და იგივე სყურება არც ესა სემონო არ აი მე მგონი მორჩი ხო და გუშინ ბარემ გავუგზავნებ ხა მაგასაც ესე იგი რაღაც ვიგრძენი მყარი რა კვილში და მეთქი უეჭველი რაღაცა დოლ ძალიან დიდები არიან ესენი და რაჯენდება ესენი რაღაც გავიგე რომ Fatboy სუკან ბიჭის ძახიანო რა მაგათო და ფრთხილად იყავიო მაგის წინააღმდეგ იმიტომ რომ ძალიან აღჭურვილი არიან შეიარაღებითო რა და ხო ეგო მაგას მე ხედავ და მაგარი რაღაცა რო ვიგზენი კვილში მეთქი უეჭველი ეს ან კვილი მომწყდა ან რაღაცა მსგავსი თქო და ვეცადე რომ არ გადამეყლაპა რა ეგ და საბოლოოდ გამოვიღე პირიდან და ნუ იყო პლომბი რა თქმა უნდა ისევ და ისევ მოტეხილი იყო ეგ პლომბიც ძალიან ცუდი ამბავი არის მაგ მხრივ ნუ რასიზმ აი აქ უნდა ავიდე მე მგონი უეჭველი მაგრამ არ ვიცი როგორ და რანაირად უნდა ავიდე მან შეიძლება აქ მეორე უნდა მოვიტანო მაგრამ ერთმანეთს როგორ დავადო მე რეგენი კაცო თუ მეორე გზა რო იყო იქით უნდა წავიდე ან შეიძლება აქედან არის ამ გასასვლელი არ წავიდე ნახო მაინც აგერ არ კიდე გზა კარგი შემოვა აქ ეს არის იღება აუ იმ Fatboy-ების მოკლა ძალიან რთული იქნება ბიჭო რა ვიცი მიდი მოკვალეთ ეგენი დაგელოდებით მე აი ვეკლავე და დავეხმარე ბიჭობია ტიპი როგორ შემომიტრიალდა აუ აგერდა არ ვიცი აი უკან იყო ვინმე თუ რა ხდებოდა თან ნახე რა არის ვიდეოს როცა ვიღებ ხოლმე დაახლოებით 40 წუთი მგონია რომ დიდი ვიდეოა რა მაგრამ მე ამოჭრას დავიწყებ და 10 წუთიანი გამოდის ვიდეო იმიტომ რომ იმდენჯერ ვკვდები რომ აი მოსაბეზრებელი ხდება აქ ვინმე უკან მომეპარა ეხლა თუ არ ვიცი რა მოხდა უი ეგარი აი ნახე ოხ ეს მაიმუნი ეს მეთქი ვინ არის უკინა რომ კლავს აქ არიან კიდე მოიც ესენი თავისენებს რატო არ ეხმარებოდნენ ნეტა მაგრამ კაია რომ ეხა ბოლომდე მოქვს უკვე არ მომიცდა ყველაფერი რა ამ ბრონჟილეტიც HP-ს და ასე შემდეგ მაგრამ მაინც ეშიში არიან ესენი ანუ ესე შემოხტომ რო იციან ეს ბექრუმები არის მოიცა რამე იარაღი ხوارაგდი აქვს ისეთი რაც შეიძლება დამჭირდეს მე
ცოტა არ იყოს და საშიში არის იმათი რომ გითხრათ. იმიტომ რომ არ ვიცი ვინ შემომახტება ხა სახეში. ეს მე მესოდაც ეხან. წყალიც არის აქ რო ჩავიდე მოვკვდებინე და რამე დაავადებული წყალი ხო არა ვირუსიანი რაღაც ეგეთი. კაი, მოიცა? ორი ვარიანტი არის. შემიძლია ქვემოთ წავიდე წყალში, მოდი ქვემოთ წავიდე და ჯერ. გავდესოთ მაინც აქ რა არის. ვაიმე. მე მგონი ახლა მოვკვდები. მიდი, ხო, არ მოვკვდე რა. კაი. გავტესტოთ მეორე მხარეს რა არის? წამოვგავდესოთ. იმედია კიდე იგივე არ იქნება. არ გასწრებია ეს კაი. აუ, ჯოჯოხეთში შემოყავი თავი. მაინც ეგეთ უნდა მოსულიყავ, უბრალოდ სხვა გზიდან მოვიდი ესე რო ვთქვათ. მაგრამ ისადა ის დიდი. კარგი. მოკვალე. ეხლა ვარ ძალიან ფოკუსირებული რა და ხმას მაგიტო ვერ ვიღებ. მეგონი ნენელა ამოდიან აქ, მაგრამ როგორ შემოვლიან შანსი არა. ახლა რა შანსი არა შემომახტები. გაუჩინარ და? მეთქის მაგაც მე რომ მითხარ რომ უჩინარი ხდებიანო, ეგეთი რაღაცი გააკეთეთ და კიდევ რა? ტიპი რომ ხელაზეა მოხდა. კაი, კიდე კაი არ მოგდი. კიდე კაი გადმოხდი. მოდი უცებ დრონები და რაღაცეები ავიღოთ, რაც დამჭირდება ხა მე ახლა პრინციპში მეტი არაფერი რა მაინც. დოილ, გამიშვი რა აქედან ამ ლაბორატორიიდან გთხოვ? გავედი. გას ლაბორატორიიდან რომ გამიშვი და გავედი. აი ნახოთ აბა აქ რა ხდება. It sounds like a war zone out there. That's because it is a war zone. I'm reading the same thing on all the communication channels, Jack. ვერ ხედავ ვერაფერს. არა და იქ არიან. კაი, აქ რო გავიდე მოგდები? არა. ანუ ყველაფერზე მეშინია უკვე რა, იმიტომ რომ უოჭველი არ მოგდები, რაღაცა მომივოდა. ბიჭო, რატო მისვამენ უკან ამათ ვერ ხვდები? Your best bet is to head south to the main archives. You should be able to find Val there. მოკლედ, შენი ყველაზე საუკეთესო ვარიანტი არის რომ სამხრეთისკენ წახვიდეო და მთავარ ჩამკვეთს ნახავ იქო. აუ, რაღაც გარე გავედია, პრინციპში გარეთ მეგონი უფრო ვარია სიტუაცია არის, მაგრამ მაინც. უი, ეგ ერთ-ერთი მათგანი იყო რაღაც ტრიჯენი. ტრიჯენი და ფიჯენი. ნახე, აგერ არიან. მაგრამ მე რა უნდა გავაკეთო, ხო ქვემოთ უნდა ჩავიდე, ხო მეგონი ისედაც მაინც და მე უმესვრი. კარები всё, შემიძლია კარების გაგება. წავა მაშინ ქვემოთ და მანქანებიც არის გაგრეს. ამათან ახლა ბრძოლის ეწყავის აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ან ესენი უმკლავენ, ან ისინი უმკლავენ. აუ, ამას ახლა რამე გრენეიდ ლანჩერი ან ეგეთი ეს რა არის? მეცამთ? შოტგანი არის იგივე. ოიმ. მართლა მაგაჩი მაშინა ხა მაგან. წე. აი მგონი აქ ეს უნდა წავიდე, არ ვიცი გავყვები ხა ამგზას და როგორც მომივალ რა. და ასე ივა და გამოდის უსურვად მიდივარ ესე იგი.
ბიჭო თქვენიანებს ხოცავენ ეგრე სტრიჟენები და თქვენ მე მელოდებით აქ ეხამ ეხან სოდაშორის სერული გამიჭირდა და მე მგონი ესენი მეკაჩებოდნენ თუ არა კაი ვესტები რომ ეგენი ავერდი თავიდან როგორც შემიძლია ესე მოგდა? ეგ აი სოდაშორის რომ ეგრე ერთ-ერთ წამში გვდებიან, ანუ მანქანით თუ დაეტაკები მაგათ. სხვა თამაშებში ეგრე არ მოგდებოდნენ. ხო რა ვიცი, მე მგონი თამაში ანუ ზოგადად კარგი არის, უბრალოდ აი ვერ ვიტან რომ ეგრე ყოველთვის ყოველ რაღაც 2 წუთში გვდები რა, სულელურად. მაგრამ რა ვიცი თუ მოგწონთ გააზიარეთ ვიდეო და იმედია რომ ბევრს აჩვენებთ ამ ვიდეოს. და ბევრი ნახავს ასევე. იმიტომ რომ კომენტარებში ვერ მოდაწერ, ნუ რამდენიმე დაწერა რა რომ ჩემი ბავშვობის თამაში არისო, ეს არის და ის არისო და თუ გაუზიარებთ მეგობრებსაც და თუ აჩვენებთ მეგობრებსაც რომ ვიღაც არის ვინც ამ თამაშს იღებს და ნუ აფასებს ასე რომ ვთქვათ, ძალიან კარგი იქნებოდა. და გამიხარდებოდა მეც და ალბათ თქვენს მეგობარსაც რომ ნახავდა რომ Far Cry 1-ს იღებენ. კაი, ნუ ამათ კი უკლავ ეხა, მაგრამ ნახე, ტყვიები იმდენიმე ხარჯება ამათი მოკლით, რომ არ ვიცი ამდენად მიღირს, რომ ესენი ესე დავხოცო. თუმცა ერთი პლუსი ისაა, რომ ადგილი თავისუფლდება და შემიძლია რომ მე რო უკვე შვიდად გადავადგილდე აქეთ-იქეთ. აი, ეს უეჭველი დამჭირდება. ეს რა არის, ლაზერით რამე იარაღია? ვა. ნუ ეს კაი, მაგრამ ვინმე მტერი ხომ და იყოს უეჭველი მერე გამოვლიან. მაგარი. აგე ნუ კაი, მაგის ხა მე მგონი მანქანით საკმარისი იქნება, რომ მანქანით მოვიშორო ეგ მარტივად. აგე რა მანქანაც. ეს რაღაც ძალიან შეწეულია და ჰაერის აქვს დაკიდების სისტემა. როგორც შენს კიდე ძალიან შორს არის, ხოდაშორის ეგ მისია. ამ ხელაზე არ ვლოდი მართლა, იმიტომ რომ მანქანით რამდენები არის და კიდე რამდენი უნდა ვიარო შეხედა. იმან უკან დაბრუნდიო და არ მინდა ძმაო იყოს, მადლობა გაიხარე შემოთავაზებისთვის. ხო, მანქანა დავდე კიდე მართლა შემოთავაზებაზე გამახსენდა. ანუ გასაყიდად დავდე რა უკვე და ნუ ძირითადად შემოთავაზებები უფრო იყო ვიდრე ერთ წამით. კაი, ვერ გავიგე ახლა წესიერად. გონი სწორად არ მივდივარ, იმიტომ რომ ფაქტია რომ აქეთ მიჩვენებს ის არის. და ვიღაც დაბოდიელობს აქ. კაი, მოიცადე. მაგრამ გზა აქეთ მიდის და რა ვიცი, ახლა დაასეიო თან. აი კიდე დაასეიო. შეიძლება აქეთ რო წავალ, მე ან იქეთ მოწავიდე, ან რაღაც მოხოვას გააკეთებს, ან რაღაც ეგეთი მსგავსი, ანუ არ ვიცი, ნახოთ. იმედია ყოველ შემთხვევაში და იმედია არასწორად არ მივდივარ. მოდი ამათი მანქანა ავიღოთ, თან ბოლომდე იქნება ბარემ HP ამას. არ აქვს. არ აქვს. ხო, აქეთ მოწავიდე. აუ, აქეთ გზა კიდია რა. მაშინ რა უნდა ვქნო? ქვემოთ ძალიან დიდი შესავარდნი არის. ნუ ალბათ სადაც ეს მანქანა იდგა, იქეთ უნდა გავიდე, ანუ აქეთ ხარეს უნდა წავიდე. უგზობა იყო იქეთ მართალია, მაგრამ სხვა გზას ფიზიკურად ვერ ხედავ აქ. აი მოიცადე. სო გავიგე ახლა. მოკლედ იქეთ ხარეს საერთოდ უნდა წავედი, იქეთ არც უნდა წავსულიყავი და უნდა გამოსულიყავი აქეთ, სადაც ის იერაღი აჩვენებდა რა. ნუ ბევრი კი ვიბოდიალა ეხლა და ანუ ვერ მოვიდი აზრზე ცოტა, მაგრამ საბოლოოდ მე როცა გამოვყევი გულსაც დავინახე. მაგრამ თუ ტყილა მივდიოდი იქეთ, მაშინ გზა იქეთ რატო იყო საერთოდ გაყვანილი? იმიტომ რომ ძალიან შავი დამაბნეველია რა ჩემი აზრით და არ უნდა ყოფილიყო ეგეთი გზა, მაგრამ ნუ არ აუშვს. მოდი ხა მე ლაითჰაუსში მივალ იქ და დიდი ვარაუდით აუ ნახე ხა ეს მომკლავს.
ეს სნაიპერი აქვს ამას პრინციპში და შემიძლია რომ ალბათ ამითი მოვიშვერო ის ოღონ რა გადავაგდო მოდი არა პრინციპში P90-ს მე აქ ხშირად ვერ ვნახავ პისტოლეთს არ ვიყენებ ამას გადავაგდებ და სნაიპერით ბარემ სნაიპერით ვარემ მოკლავ მაგას თქო მაგრამ რას მოკლავ ახლა ვერაფერს ვერ მოკლავ კაი ეხლა სამაგეროდ ვიცი რომ ეგ ტიპი მანდარის და მეთოდინება რომ ცოტა ფრთხილად უნდა ვიყო მესროლა უკვე მე მგონი აზრიც აღარ აქვს უკვე იმიტომ რომ სნაიპერით რო ხამას მე დავუმიზნო სანამ მე დავუმიზნებ ამას უკვე ნასროლი ექნება მაგრამ სადა მოკვალ კაი წავით აბა შევიდე იმედი ეგ და როცა დაასევებს უკვე ვიდეოსაც უკვე დავასრულებ მაგით იმიტომ რომ მე მგონი საკმაოდ დიდი ხანი ვიღებ და თან ახლა ან რაც უფრო ბევრს ლაპარაკობთ და რაც უფრო დილას ვიღებ ვიდეოს მით უფრო მე მშვიდება და ხვდებით უნდა გავიძებ ჭამო თორე მე თავი მეტკინება მთელი დღე და ახლა მაგის თავი არ მაქვს რომ თავი მტკიოდეს კაი თუ ახვალ კარგს იზამ ხო ნუ წესით ახლა ამ ბილიქს უნდა გავყვენ ახლა აგერ კიდე ეგ არის და არ დაასეივა კაი ალბათ მომიწევს რომ წავიდე მაგით არ ვახშს ენერგიაც არ მაქვს სიზღლეც არ მაქვს ბრონიც არ მაქვს ანუ არაფერი არ მაქვს რა რის იმედზე ვარ არ ვიცი ლოცვების და იმედების თან რანელა დადის ბიჭო რა არის ეს ანუ რა მაქვს ეგეთი აღებული რომ ენერგიას ვერ იმატებს აი თუ ჩავიკუზები და ესეული იმატებს ენერგიას მაგრამ მე ნახე რა მოლე მოკლდება აი ფაქტიურად უკვე აღარ მაქვს და თუ ენერგია არ აქვს კიდე ვერ ხტები და ცუდია ძალიან არა ვარ მეძმა არა სხვა ვარ ამ HP-თ ხარ აი რა უნდა გავაკეთო ამ HP-თ ეცადე რომ ეს ბრძოლა გამოტოვო რა და მიხვიდეო იქო. კაი კაც ძალიან მარტივი არის შენთვის ახლა სათქმელად. რადიოით მილაპარაკები 5 საათია. აუ და ასევე რა კიდე კაი. ვაიმე რამდენი არიან? ამათ რა უნდა ვიყო კაცო? ბიჭო, მანქანა რამე მაინც იყოს აქ. როგორ ავიდე შენ თავიდან? აქეთ რო წავიდე? მაგრამ ვიღაცა მაინც აი ის მე მაინც მესვრის მე. აი ეს. ნუ კიდე კაი რო ძალიან ნელი რაკეტები აქვს და იმდენად სწრაფად ვერ მოდის ჩემსკენ და ნუ აცილება შემიძლია რა. მაგრამ თუ მომხვდა, აი კარგად მოხდება. მე მგონი კარგი იქნებოდა რომ იმის რაკეტა მიყო ზემოთ აი იქ რომ მოკვალე სნაიპერით. მაგრამ არა უშავს. სნაიპერი მაქვს თავარია და 4 ტყვით იმედია რომ აჰა აღარ არის იმედი უკვე. მოკლედ საკმაოდ დიდი ხანია მგონი რაც ვიღებ ახლა ამ ვიდეოს იმედია რომ ვიდეო მოგეწონათ თუ მოგეწონათ და ლაიქით გამოიწერეთ არხი ჩვენ უკვე ერთმანეთს შეხვდებით შემდეგ ვიდეოში და იმედია რომ ამ დიდ რაღაცა ბრძოლას გავავლით ისე რომ ბევრჯერ არ მოგვდები და მე ალბათ დაიხურება ეს თამაში და ნახოთ რა იქნება რა. მოკლედ წარმოწევი ყველას და დროებით.